მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან. ჩვენ განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები და დღეს სტუმრად სტუდიაში გვყავს ტრადიციულად თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი. მოგესალმებით. მადლობა მოგბრძანებისთვის. ჩვენ წინა გადაცემებში მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ნოემდე და აი ზუსტად ამის წინა გადაცემაში ჩვენ მქონდა საუბარი ვიდრე ნოე შევიდა კიდობაში, კიდობანის მომზადება, მისი ოჯახის შესახებ ვისაუბრეთ და მისი არჩევანის გზაჯვარედინზე, მისი არჩევანის შესახებ იმ დროს, როდესაც მის ეპოქაში ხდება ერთის მხრივ კაენის ცივილიზაციის, მეორეს მხრივ სეითის ცივილიზაციის შერწყმა და კაცობრიობის დეგრადაციის ასეთი შეუქცევადი პროცესი იწყება. ნოე იწყებს კიდობნის აშენებას, ნოე ყვება ამის შესახებ, რომ კაცობრიობას ელის წარღვნა, უცნაურია მისი ცხოვრება, უცნაურია კიდობანის მშენებლობა, მას არ მიიჩნევენ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანად და აი აქ ნოესთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის არჩევანი, რომელიც გაიყვანს მას ღვთის განგებულების გზაზე. და დღეს აი შევეცდებით გავაგრძელოთ ეს საუბარი და დავასრულოთ ნოეს ეპოქა. ბატონ გიორგი, ასე ჩვენ მივედით იქამდე, რომ კიდობნის მომზადება და ოჯახის ამ კიდობანში შესვლა უკვე ცხადია, გადაწყვეტილია, მათ ეს არჩევანი გაკეთებული აქვს, შვილებს გამოცხადება არ მიუღიათ ნოესაგან განსხვავებით, მაგრამ ნოეს მსახურება, ნოეს ცხოვრება იმ დაგვარია, რომ შვილები მას უპირობოდ ენდობიან და მიყვებიან აი ამ უცნაურ გადაწყვეტილებაში. კი ბატონო. თვითონ კიდობანი ეკლესიის სიმბოლოა, სადაც შესული გადარჩება. ულპოველი ძელი, რომლისაგანაც ის შეიქმნა, მაცხოვრის ჯვრის სიმბოლოდ არის საეკლესიო ლიტერატურაში წარმოდგენილი. და ჩვენ ალბათ საუბარი ასე უნდა გავაგრძელოთ სწორედ. ჯვარი და ეკლესია. ეკლესია როგორც წიაღი ამ ჯვრის ტვირთულობისა. ძალიან სიმპტომატურია ხო ჩვენს გუმბათებზე ჯვარი გვაქვს აღმართული და ვთქვათ არ გვაქვს სახარების ციტატა აღმართული, ხო რაღაცა ჯვარი გვაქვს აღმართული ეკლესიაში მისული, ეკლესიური სული ცხოვრება, ჯვარცმის ცხოვრება, ეს ამ გზაზე გასვლა და ამიტომ როდესაც ჩვენ ტაძარში შევდივართ, ეს ჯვარი წინ და წინ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ის გზასადენი, რომლის ბოლოში ჯვარცმა და აღდგომა გველოდება. აი ასეა შესული ნოე და მისი ოჯახი კიდობანში. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ ვიფარგლებით, თვითონ ნოე თავისი ოჯახით ეკლესიას წარმოადგენს. კიდობანმა შეინახა ეკლესია, ამიტომაც არის ის სიმბოლო ეკლესიის. რას ნიშნავს შეინახა? შეინახა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. მე მინდა ამას განსაკუთრებულად დაუბრუნდე ჩვენ რამდენიმე გადაცემის წინ ეს აღნიშნეთ. განსაკუთრებულად მინდა დაუბრუნდე და ძალიან მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა. ხა კიდობანში კიდევ ბევრი საინტერესო თხრობა შეიძლება, მაგრამ მთავარზე გადავიდე ჩვენ, სადაც ეს გზა ჯვარედინები უნდა განვიხილოთ, რომ როდესაც ხდება კიდობანში შესვლა, კიდობნის კარს ხურავს ღმერთი. ნოე არ ხურავს. ხა ღმერთი ხურავს იმას კი ანიშნავს, ციდან რაღაცა ხელი ჩამოვიდა და გამოაჯახუნა ეს. არა. ღმერთი რო იტყვის და აიხუროს, ნოეს ინიციატივით არ იხურება ეს კარი. რატო? იმიტომ რომ ნოეს გადასაწყვეტი არ არის ამ კიდობანში იქნება კიდევ არის ვინმე შემსვლელი. ეს ღმერთმა იცის მხოლოდ. ნოე ვერ დახურავს. ნოე ვერ დახურავს ამ კარებს, ამ კარებს ხურავს ღმერთი. აი ღმერთი რო დახურავს ამ კარებს, იმის შემდგომ ამ კარებზე ხელის ბრახული გვიანია უკვე. ის კარი ახარ გაიხსნება. ამიტომაც როდესაც კიდობანზე გვაქვს საუბარი, როგორც ეკლესიის სიმბოლოს წინასახეს, რომლის წიაღშიც ეკლესია შეკრებილი ნოე თავისი ოჯახით ეკლესიას წარმოადგენს ახლა. ეს კარი ღია ყველასთვის. აბსოლუტურად ყველასთვის. ჩაკუჩეს კაკუნი, რომელიც ქადაგების ხმად ისმოდა, ყველას გასაგონად ისმოდა ის. მაცხოვრის ქადაგება საყოველთაოა, ყველას ეხება ეს. ყველას მისამართით არის ის წარგზავნილი.
დაუკვირდეთ ძალიან საინტერესო რამეს. როდესაც ჩვენ ლიტურგიას აღვასრულებთ, აი მე ჩემს სტუდენტებს ასე ვთქვათ, ცოტა პროვოცირებულად უსვამ ხოლმე ამ კითხვას, აი ჩვენს მსმენელებსაც შევთავაზებთ იმას. რამდენჯერ ხდება ლიტურგიაზე ზიარება, ხო? თითქოს და პასუხობენ ერთხელ, სინამდვილეში ორჯერ ხდება. ერთხელ ვეზიარებით სიტყვას, შემდგომ ვეზიარებით სისხლს და ხორცს. და თუ დავაკვირდებით სიტყვასთან ზიარება, ანუ სახარების კითხვა ეკლესიაში, ხდება მანამ სანამ მართალთა ლიტურგია დაიწყება, ანუ სანამ ნათლად გამზადებულები კათაკ საყოველთაოა მის მოსმენას ვერავის ვერ დაუშვით. ის ყველასთვის ისმის. საღვთო სიტყვა ისმის ყველასთვის საყოველთაოა. მაგრამ ქრისტეს სილსთან და ხორცთან მისვლა, ანუ ხსნა უკვე მისვისა, ვინც მიიღო ეს სიტყვა. ეს არსებითია, იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ჩვენ საუბრობთ ეკლესიაზე, ეკლესია არსებითად ის კი არ არის წითელი კვერცხის შეღება და მსხვილი სანთლების დარჭობა, არა, ეს არის არსებითად აზროვნება იმის შესაბამისად, რაც მეუწყა. ღვთის სიტყვის შესაბამისად აზროვნება. აქ იკრიბება ეკლესია, არსებითად აქ ეს არის ეკლესია და რაღაც რიტუალები. ამიტომაც ნოე და ნოეს ოჯახი, ანუ ეკლესია გადარჩება არა იმიტომ, რომ რაღაცა მოისმინა, არამედ აღასრულა ისაც მოისმინა. და ნახეთ ამას საინტერესო გაგრძელება აქ. როდესაც ნოე გამოდის კიდობრიდან, წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ნოემ ააგო საკურთხეველი და შეწირა ყველა წმინდა ცხოველთაგან თითო-თითო წმინდა ცხოველს. გაუგებარი არ იყოს ცხოველი წმინდა და არა წმინდა გულისხმოსას არა იმის მიხედვით. რაღაცა უცნაური ცხოველის მიხედვით, არამედ ცხოველი წმინდა, რომელიც გამოიყენება სხვამ შეწირვისათვის და შესაბამისად საკვებად. დიფერენცირება ამენითა, დიფერენცირება წმინდა წერილში მსმენელისათვის. ჩვენ მრავალი სახის შესაწირავი გვაქვს ძველი აღთქმის ეკლესიაში. ახლა ამას ვერ გავყვებით, ძალიან შორს ძალიან რთული ლიტურგიკული მსახურება აქვს ძველი აღთქმის ეკლესიას. მაგრამ ის მსხვერპლი, რაც ნოემ შესწირა, ამ მსხვერპლს ახსოვნენ, ანუ ყოლა დასაწველი მსხვერპლი ეწოდება. ეს როგორი იყო ეს ცხოველი დაიკულებოდა, ასო აიქნებოდა, გაირეცხებოდა და მთლიანი ცხოველი იწირებოდა განსხვავებით იმ შესაწირავისაგან, სადაც ცხოველის რაღაცა ნაწილი იწირებოდა, ხოლო ნაწილი საკვებად გამოიყენებოდა. აქ მთლიანად ყველაფერი, ახლა წარმოიდგინეთ, უნდა დამწვარიყო ყველა. მთლიანად უნდა დამწვარიყო. ანუ 7 ცხოველი დაკლული, დალაგებული, 7 ცხოველი დაკლული, დალაგებული, ცეცხლ წაკიდებული, არის რაღაცა დიდი ალი, რაღაცა მახრჩოლებელი ბოლიადის ზემოთ, იქ ახლოს გაჩერებაც წარმოუდგენელია ალბათ. ხრჩოლავს იქაურობა თან ოდესაც იწვება და ეს რაღაცა ნახშირდება, გაცილებით ძიმე მდგომარეობა დგება ახლო, ხო, სუნი მცელდება საშინელ ძიმე. აი ამას ყველაფერს წმინდა წერილში ეწოდება, რომ აი ეს კეთილსუნელება დავითა უფლის წინაშე. აი რაღაცა სხვა რამე მოხდა. ნახეთ, აქ რაღაცა საინტერესოს გვეუბნება წმინდა წერილი, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ. ჩვენ გახსოვთ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ ნოემ თავისი ოჯახის სახით შეინახა ადამიანობა, შეინახა კაცობრიობა. არა ახლა ერთი უნდა დავამატოთ. რას ნიშნავს შეინახა? რა დროს აქვს ადამიანს შინაარსი, ადამიანის ცხოვრებას, კაცობრიობის ცხოვრებას? რა დროს შინაარსდება? გავიხსენოთ, რას ვამბობდით ადამიანთან დაკავშირებით. რატო არის მე-7 დღე წმინდა და კურთხეული? და სხვა დღე უწმინდა და არ არის კურთხეული, არა, ყველა დღე წმინდა, ყველა დღე კურთხეულია, მაგრამ არა ის მე-7 დღეა განსაკუთრებულად აღნიშნული წმინდა და კურთხეული, რატო? იმიტომ რომ ეს არის ლიტურგიკული ღვთისმსახურების სივრცე. ეს არის რაღაცა რითაც იზომება ადამიანი. თუ კი სამყარო იქნება ადამიანისათვის, ადამიანი რო ადამიანად დარჩეთ, ადამიანისათვის წესდება ეს წმინდა კურთხეული მე-7 დღე. ღვთისმსახურების, ლიტურგიკული ღვთისმსახურების დღე. როგორც კი ამას მოცილდება ადამიანი, მასში ძალიან დიდი ალბათობა ჩნდება მენტალური დეგრადაციისა. ამიტომ ნოე მარტო ადამიანზე კი არ გადაარჩინა. ნოემ ადამიანობის შინაარსი გადაარჩინა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ნოეს კიდობანში ვხედავთ. რის შემდეგაც კიდევ უფრო სიღრმისეულად შინაარსდება კიდობანი როგორც ეკლესიის წინასახე, გახლავთ ის, რომ ნოემ გადაარჩინა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება.
ნოეში გაგრძელდა აბელის ღვთისმსახურება. კიდობანში ნოემ შეიტანა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება და კიდობლიდან ნოემ გამოიტანა ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ის კი არ არის აქ მარტო მნიშვნელოვანი, რომ ნოეს სამი შვილი, კი, ესე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარი სხვა რამეა. მთავარი არის, რომ საკურთხეველი კვლავ არის. ის კაცობრიობა გადაირეცხა, იქიდან არაფერი აღარ დარჩა. ეს საკურთხეველი კვლავ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამიტომაც, როდესაც ჩვენ მამამთავარ ნოეზე ვსაუბრობთ, ეს არის ვიღაცა ისეთი, რომელიც კი არ გადარჩა. არა, რომელშიც გადარჩა. რაღაცა ისეთი მნიშვნელობა, რითაც ადამიანი აგრძელებს ადამიანობას. ეს არის ჭეშმარიტი ღვთისმსახურება. ეს არის ხსნის ნიშნული, რომელსაც მთელი თავისი სისრულით, ანუ მანიშნებელი, რომელსაც მთელი თავისი სისავსით მაცხოვარი აღასრულებს თავისი ამ ქვეყნიური მოღვაწეობისას. აი ეს ცისარტყელა ხო არ გამომართოთ, ცისარტყელა გამოჩნდა, როგორც შერიგება ღმერთთან, როგორც დასასრული წარმისა. ცისარტყელა, მოდი ჩვენ ასეთი რაღაცა ვთქვა, სანამ ცისარტყელამდე მივალთ. თუმცა ეს მანამდე წერია. ამ სოფსაჭირვის შემდგომ წერია, ღმერთი ეცხადება ნოეს და ეუბნება, რომ ასეთი რამ აღარ მოხდება. მაგრამ რაღაცა წყვეტა გვაქვს, იცით მამა ანდრია. ანუ ნოემ დაწვა რაღაც ცხოველები და აქ ცისარტყელად შეპირდა რაღაცას ღმერთი. რაღაცა ხო არ იგულისხმება მათ შორის. როგორ ნოე წვავს ამ ცხოველებს და არაფერს, არა, ნოე იქ ლოცულობს. ცისარტყელა პასუხია ლოცვაზე. მაგრამ მოსე წინასწარმეტყველს ახასიათებს სისტემური თხრობა. სხვათა შორის მოსესეს მიდგომა წმინდა წერილისა დმი, აი ავტორი როგორც ავტორისა, იმ ემკვიდრება შემდეგი წიგნების ავტორებმა, რაღაც გარკვეულწილად ისტორიულ წიგნებში ჩვენ ხშირად აქვთ აი ესეთი განცდა, რომ აი ამ სტილს მიყვებიან სისტემურ, არა ქრონოლოგიურსაც, მაგრამ უწინარესად მნიშვნელოვანია სისტემური თხრობა. მაგალითად, ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ, რომ მამამთავარ აბრაამზე თხრობას დაასრულებს მოსე, მაგრამ ეს ანიშნავს, რომ შემდეგ თხრობაზე რო გადავა, აბრაამი ცოცხალი არ არის. აბრაამი ისე ცოცხალია, მაგრამ აბრაამზე აღარ საუბრობს. სისტემურად გვიყვება. ამიტომაც რაღაცნაირად მოსე ასე აკეთებს. სისტემურად აი საკურთხეველს მოყვა ცისარტყელა. მაგრამ რაღაცა ამბავი ხო არ იგულისხმება, რაღაცა ილოცა, ნოემ რაღაცა თხოვა ღმერთს. და ამ თხოვნაზე პასუხი არის ეს ცისარტყელა. როგორც აღთქმა ღვთისა, რომ ასეთი რაღაც აღარ განმეორდება, ანუ კაცობრიობას ღმერთი აღარ მოულენს ასეთ სასჯელს, როგორიც აქამდე იყო, ამ წყლის სახით. რაზეა საუბარი? ჩვენ ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი გაგვაცნობს ამბავს ნოეს სიმთვრალესთან დაკავშირებით. მოდი წავიკითხოთ ეს ამბავი, როგორ არის წარმოდგენილი წმინდა წერილში. რომ ნოემ დაასხა ვენახი, დაწურა ღვინო, დალია ღვინო, დათვრა, წავიდა თავის კარავში, გაშიშვლდა. შემდგომ ამას ნოეს შვილიშვილი, რომელიც მას ქამისგან ყავს უკვე, ერთ-ერთი შვილისაგან ყავს უკვე, ეტყვის მამას, ხოლო ქამი თავის ძმებს შეატყობინებს ნოეს შიშველია და ძმები უკუსვლით ბამის შიშიშვლას დაფარავენ. მე არის ნათქვამი, რომ განიფრთხო სიმთვრალისაგან, ანუ ღვინისაგან ნოემ, ანუ გამოფხიზლდა ნოე და ქამი დაიწყევლება, სემი და იაფეტი დაილოცება. ნოე არის პირველი მევენახე, პირველი მეღვინე. ხო, აი რა არის, მე გონია, რომ ნოემ უბრალოდ ესეც შეინახა, თორე ღვინო ალბათ მევენახეობა და მეღვინეობა ალბათ წარმომდეც იყო სავარაუდოდ. ეწოდინებოდათ? კი, იმიტომ რომ მემთვრალეობის ერთგვარი გავლენაც უნდა იყოს კაცობრიობის არაფხიზელი მდგომარეობა, მენტალური არაფხიზელი მდგომარეობა, რომელთაც ის ნოემდია წარმოდგენილი. ყოველ შემთხვევაში მე მჯერა, რომ ანუ ნოემ, ესე იგი, ერთი მსხვერპლშეწირის მერე პირდაპირ ხელი მიიღო მეღვინეობას. კი, ეს კი ბატონო. თორე ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ხო, ეს ორი რამ გამოკვეთილი არის. კი. წარვნის მერე. ახლა რატომ ამბობ ამას? მე ცისარტყელასთან მინდა მივიდრინაიდან ცისარტყელა კიდევ ერთხელ ამბობ, პასუხია რაღაცაზე, იმიტომ რომ აქ წარმოუდგენელია, ნოე საკურთხეველი ააგო და ცხოველები დაწვა და უყურებს ცეცხლი როგორ იწובה და არაფერს არ აკეთებს, არა ნოე ლოცულობს. ამბავი, რომელიც თქვით, ნოეს სიმთვრალესთან დაკავშირებით,
ორნაირი ხედვით განიმარტება, ერთი არის ანტიოქიური სკოლა, მეორე გვაქვს ალექსანდრიული სკოლა. ანტიოქიური სკოლა მაინც უკვალისმისკენ მიდრეკილი და ყოველ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, რომელი წმინდა მამას არ შეეხო, ამას ყველა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნოეს ეს შიშველი ოდნავადაც არ აკნინებს იმ ღვაწლს, რა ღვაწლიც მან დადო ღვთისა და კაცობრიობის წინაშე. ანუ თვრალი და მოხუცებული ნოე თუ შიშვდება თავის კარავში, ამით ვერ შევაფასებთ ნოეს. ეს არის უპატივისცემლობა მამისა. ეს არის სისაძაგლე ჩადენილი მამის წინაშე, როდესაც მოხუცებული და დაღლილი მამის რაღაცა სისუსტეს იყენებ მისი მთელი ღვაწლის შესაფასებლად. ეს სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა. მაგრამ აქ ჩვენ ამის ალეგორია უფრო გვაინტერესებს ახლა. მოდი ვნახოთ. ნოემ დაასხა ვენახი, რისი სიმბოლოა ვენახი? აი, ჩვენ თუ ყურადღებით მოусმენთ მაცხოვრის იგავს ბოროტი მევენახეების შესახებ. ხო? აი აქ მაცხოვარი გახსოვთ რას ამბობს, რომ ესე იგი ვენახის პატრონმა მევენახეებს ჩააბარა ვენახი, გააგზავნა მსახური ნაყოფის მისაღებად, ცემეს გამოაგდეს, მეორე ცემეს, ჩვენ შედომ გააგზავნა თავის ხოლოჩობილი შვილი და თქვენს რომ მოდი გავიყვავოთ, მოკლათ ეს ვენახი ჩვენ დავიყვავთ. და რა უნდა ქნას ვენახის პატრონმა კითხულობს მაცხოვარი? უნდა წაართვას ეს ვენახი ბოროტმე ვენახებს და მისცეს სხვას. ყველამ ძალიან კარგად გაიგო მაცხოვარი ქრასაბობდა. რომ ეს ვენახი იყო ისრაელი, ბოროტმე ვენახები იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები, რომლებიც დაპატრონებული იყვნენ ამ ვენახს. მსახურები იყვნენ წინასწარმეტყველები, რომელსაც ჯამითი ჯამად აგზავნიდა ღმერთი მათთან, ხოლო ხოლოჩობილი ძე, რომელიც გააგზავნა ვენახის პატრონმა, ანუ მამამ, თავად იდგა მათ შორის და ღაღადებდა. ყველა ძალიან კარგად მიხვდა ამაში. შესაძლოა აი ამ იგავში ერთი ძალიან საინტერესო დეტალი გვაქვს. რატო ცემენ და რატო ააგდებენ იმათ? რატო მოკლეს? და ზოგიერთი ამბობს, რომ იმიტომ რომ ნაყოფის გაყოფა არ უნდათ. არა, ასე არ არის. ნაყოფის გაყოფა კი არ უნდათ. არაფერი არ ქონდათ მისაცემელი. ისინი ამ ვენახში არ მუშაობდნენ. ეს ვენახი გაველურებული ჰქონდათ. არაფერი ჰქონდათ ვენახის პატრონთან ხელსარიელები იყვნენ. ამიტომ ის აგრესია, რომელი აგრესიასაც გამოხატავდნენ, ბუნებრივი იყო მათი მხრიდან. იცით მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ვენახის მუშაკებად ვინც არიან დადგენილნი, აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ უნაყოფობა ძალიან მძიმე, ამ ვენახის უნაყოფობა მათ ძალიან მძიმე დაუჯდება, ძალიან მძიმე ხვედრი იქნება მათთვის, იმიტომ რომ ეს ვენახი არის ეკლესიის სიმბოლო. ასე ამბობს ამას მაცხოვარი, ასე გვეუბნება. ეს ეკლესიის სიმბოლო. მას ნოემ დაასხა ვენახი. რა არის ეს? ნოეს ყავს ოჯახი, ნოეს ყავს ეკლესია, ნოე არის ეკლესიის თავი ამ შემთხვევაში, ხო? ამ ეკლესიის თავი. ღვინის დაწურვა და მისი სმა წმინდა წერილში არის სახე სიმბოლო ლოცვისა. ხრავინ არ გაიგოს ღვინოსოსობს, ლოცულობს, სად მithქვას მე, არა სიმბოლოა ღვინის სმა ლოცვისა. ხოლო ღვინი თრობა ლოცვითი ექსტაზისა. ანუ ღრმა, ძლიერი, გულიანი ლოცვისა. საერთოდ სიშიშვლე წმინდა წერილში სიმბოლოა სისუსტისა. აი ადამა ნახა რომ შიშველი იყო და შეცვლა, ანუ ადამა ნახა თავისი სისუსტე და შეცვლა. კარავი წმინდა წერილში სიმბოლოა სამლოცველო სახლისა. რაღაც ტაძრისა, რაღაც სამლოცველო წიაღისა. მოდი ერთად შევაერთოთ ეს ყველაფერი ახლა. ნოე ეკლესიაში ხურვალედ ლოცულობს. რაღაცაზე ლოცულობს, ძალიან დიდი ლოცვით, ძალიან ღრმა ლოცვით, ძალიან ხურვალე ლოცვით ლოცულობს ნოე. რაღაცას თხოვს ღმერთს. ისე თხოვს, რომ წმინდა წერილში ალეგორიული გაგებით შიშველი ასე სისუსტეს, ანუ არ მოგსვლიათ არასდროს, როდესაც რაღაცას გულით თხოვ ღმერთს. ისე კი არ თხოვ რაღაცა წესის გამო და რაღაცა 7 ფურცლიან ლოცვას კითხულობ და არ გახსოვს თავის როგორ დაიწყე და შუაში რა თქვი. არა, რაღაცას გულით ევედრები ღმერთს. და შეიძლება გვერდით ჩაგიაროს ვიღაც ადამიანმა, რომელსაც ნახავს დიდი ხანი გინდა და სულ არ შეანიშნებს. შეიძლება რაღაცა გედოს ვიღაცამ ხელი მოკიდოს და წაიღოს სულ არ მიაქციო, ანუ დასუსტებული ხარ გარემო სიტუაციისათვის, იმდენად ხარ ჩართული ლოცვაში, იმდენად ხურვალედ ეხვეწები ღმერთს რაღაცას. და ამ დროს შეიძლება ისეთ მოქმედებებსაც ახასრულებდა, შეიძლება ტანისამოში იყო ჩაჭიდებული, შეიძლება ხელებს იბრაგუნებდე გულზე, შესაძლებელია პირქვეც კი იყო დაცემული და ასე ევედრებოდე ღმერთს რაღაცას ძალიან ეხვეწები, ძალიან. და რა შეიძლება ეხვეწებოდეს ნოე ღმერთს? ღმერთმა ნოეს უთხრა,
იმრავლები ნაყოფიერე რა ავსე ქვეყანა ერთ-ერთი რედაქციით ეუფლემას. ღმერთი ეუბნება ნოეს შენი სამი შვილიდან კაცობრიობა გამრავლდება. და ნოემ ზუსტად იცის. რას ნიშნავს? ამ სამი შვილიდან, ამ სამი მოდგმიდან, ამ სამი ცივილიზაციიდან ერთი მაინც თუ მოცილდა იმ საკუთრებას, რომელიც ააშენა ახლა მან. თუ ამ მენტალობას მოცილდა, თუ ამ აზროვნებას მოცილდა, რა შეიძლება დროთა განმავლობაში მოხდეს, რა შეიძლება მოხდეს, ნოემას ნახა. განმეორდეს ეს ყველაფერი. და მე ვფიქრობ, ნოე ამას თხოვს ღმერთს სწორედ, ღმერთო, ნუ ღარ ასეთი რამე აღარ დაუშვა ამ ქვეყანად. ჩემი სამი შვილი დალოცე, მათი მოდგმა დალოცე. მთელი კაცობრიობისთვის ლოცულობს ნოე და ცისარტყელა პასუხია ამ ლოცვაზე. ცისარტყელა პასუხია ნოეს ამ გულმხურვალე ლოცვაზე, კაცობრიობისათვის ლოცვაზე. ნოე რაღაცა ისეც თხოვს ღმერთს, რის რეალიზებასაც შემდგომ მაცხოვარი გოლგოთაზე მოახდენს. მთელი კაცობრიობისთვის ლოცულობს. თავისი სამი შვილის სახით, ვინაიდან იცის, თუ ამ სამიდან ერთი მაინც მოცილდა ამ საკურთხეველს, რა საშინელების წინაშე შეიძლება დადგეს კაცობრიობა. და მაცხოვრის ღვთის პასუხი ეს არის სწორედ. ცისარტყელა ეს არის სწორედ. არასდროს არ დაეცემა კაცობრიობა ისე რომ ერთი წიაღი მაინც არ დარჩეს, სადაც სისხლი გამოკიაფდება. ეს არის სიმბოლო ცისარტყელასი. ეს არის სიმბოლო შვიდობისა. მე ყოველთვის კაცობრიობაში მეყოლება მექნება ადგილი, სადაც შვიდობის მოპოვება შესაძლებელი იქნება. ეს არის მისი ეკლესია. და მალევე ხდება ქამის დაწყევლა. ხო და აი საქმეც ეს არის, ეს ამბავი ძალიან საინტერესოდ გრძელდება. როდესაც საუბარია რომ ქამს ანუ მამამის უთხრა ბაბუის ნოეს შიშიშვლე და ქამა ეს ყველაფერი შეატყობინა ძმებს. აქ ხშირად ამბობენ რომ ქამა დაცინა, ნოეს სიტყვა დაცინვა წმინდა წერილში არ გვხვდება. უბრალოდ მას საეკლესიო ლიტერატურაში ეგზეგეტები გულისხმობენ და სწორედ უნდა გულისხმობდნენ აი ამას, რომ ქამა თავის ძმებს უთხრა შეხედეთ რა დღეში ეს კაცი. ჯერ ესეთის თუ ის ფიზიკურად მართლა შეშველია, სიმხურვალისაგან, ღვინის სიმხურვალისაგან, წმინდა წერილი ხაზგასმით ამბობს. ნოე ისე კი არ დამთვალა რომ სადაც დათვრა იქვე წაიქცა, არა, ნოე დგება და თავის კარავში შედის, გზა არ ეშლება და არაფერი. და კარავში ცხოვრებას თავის წესი ქონდა. კარავში ნოეს ცოლის გარდა დაუკითხავად ვერ შედის ვერავინ. აქედან მოდის სხვათა შორის ტრადიცია დაკაკუნების. ნოე თავის კარავში შიშველი ეს არანაირად ნოეს ზნეობრივ იმას არცემს, როგორც ამ ზეფრემასურიც მეუთითებს, ხო? და მთელი ანტიოქიის სკოლა მას საუბრობს. ანუ რისი თქმა მინდა მე, რომ რაღაცნაირად ქამი აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც ისინი დროს არ უნდა ყოფილიყო. დაუკითხავად ყოველ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო. და ქამი თავის ძმებს ეუბნება, მიუთითებს შიშველი ნოეს შესახებ, ანუ მიუთითებს დასუსტებული ნოეს შესახებ. აი ეს არის კიდე რო ჭკუას გვასწავლეს. ეს ის ნოე არ არის, რომლის მორჩილებითაც ქამი გადარჩა. ეს ის ნოე არ არის, რომლის სიტყვებისაც ჯეროდა გარკვეული პერიოდი და კიდობნის შენებაში მონაწილეობას იღებდა. ნუ თუ კიდობანი აღარ ახსოვს ქამს, ნუ თუ კიდობნის პროექტის მნიშვნელობა, სათავე, მამოძრავებელი სული, მისი წინამძღვარი აღარ ახსოვს ქამს, არა, არ ახსოვს. ქამისათვის ახლა ნოე აღარაფრის გამკეთებელი აღარ არის. ნოე რაღაცა საჭიროა. ნოე მორჩა თავისი. ისე აი საოცარი არის ჩვენ, როდესაც ნოეს და მისი შვილების არჩევანზე საუბრობდით, გზა ჯვარადინზე საუბრობდით, იქ მათ საცტური ჰქონდა ძალიან ბევრი, ირგვლივ სამყარო იყო, რომელიც დაღმასმით მიედინება, კარგავს ფასეულობებს, ღმერთთან ურთიერთობას. აქ არავინ აღარ არის მაცტური ქამისთვის. და მაინც ქამი აი ამ თავის არჩევანში, თავის გზა ჯვარადინზე საშინელ რამეს სჩადეს. მიუხედავად იმისა, რომ არავინ ამაზე არ უბიძგებს ხილულად ყოველ შემთხვევაში. ესაც ქამის არჩევანი, ესაც ქამის გზა ჯვარადინის სხვანაირად მოქცეულიყო, შეიძლება ბევრი რამ საერთოდ სხვანაირად ყოფილიყო შემდგომ მათ ისტორიაში და კაცობრიობის ისტორიაში. საქმეც ეს არის, ჩვენ მაინც უნდა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ის რისთვისაც ლოცულობს ნოე, ამის აღსრულება მოხდება მაცხოვრის სიკვდილით. ამას ეს ლოცვა ამ ცოდვილ კაცობრიობას ვერ განკოვნავს. კაცობრიობას კოვნავს მაცხოვრის გამოხსენლობითი მსხვერპლი და არა ნოეს ლოცვას აქვს თავისი ისტორიული და კონკრეტული მნიშვნელობა.
შესაბამისად, როდესაც ნოე გამოიფხიზა, ეს გამოფხიზლებას არის აი რაღაცნაირად აი ამ ლოცვითი, აი მხურვალი ლოცვითი მდგომარეობიდან გამოსვლის სიმბოლო, რომ ნოემ შეწყვიტა ეს ლოცვა. სიმბოლო, კიდევ ერთხელ ალეგორია ეს. და იპოლიტე რომაელს დავესეცხები, რომელიც ამბობს რომ ბიბლიაში წყევლაც და კურთხევაც, ეს არის არა წყევლა და კურთხევა, არამედ ეს არის წინასწარმეტყველება. და არა საკუთრივ წყევლა და კურთხევა. და მართლაც თუ გადავხედავთ წმინდა წერილს, იქ მართლაც უშუალოდ ეს წყევლა და კურთხევა წინასწარმეტყველება უფროა ვიდრე რაღაცა სურვილის გამოხატვა კონკრეტული ემოციებით. და ეს საოცარ ამას ამბობს ნოე და ამით სრულდება ნოეს ცხოვრება. დაწყებლის ანუ უწინასწარმეტყველებს ქამს, უწინასწარმეტყველებს იაფეთს და უწინასწარმეტყველებს სემს. და რა წინასწარმეტყველება ისმის ამ საოცარი მამამთავრის პირიდან. იმ საკურთხეველს აქვს გაგრძელება სემის მოდგმაში. კურთხეული იქნება უფალი ღმერთი სემის. სემის მოდგმა იქნება ის, რომელიც შეინახავს, სადაც გაცოცხლდება ის გამოცხადების სულის სისავსე, რომელიც ჯერ კიდევ 64-ში გაისმა და რომლის თანახმადაც გველს თავი უნდა გაეჭეჭყოს მისი თავის გამჭეჭყავის ქულსის დაგესვლის შედეგად. გიორგი, ეს სიმთვრალე თქვენ სიმბოლურად ახსენით, როგორც ლოცვა, სიშიშვლე, როგორც ალეგორიულად, სიშიშვლე, როგორც გარემოსადმი სისუსტე, უყურადღებობა რაღაცა ცხოვრების მოდულა. აი, რაღაცა განყენებით ყოფნა გარემოსაგან და ჩვენ აქ გვაქვს სემის და იაფეთის გადაწყვეტილება, რომ არ აყვნენ ქამს, ამ შემთხვევაში ქამი უკვე მათთვის საცდურია. ჩვენ საუბრობთ დაცინვაზე კიდობნის მშენებლობის დროს და აქაც მსგავსი რამ ხდება ახლა. ქამი ვერ იქცევა შესაფერისად, ძმებისთვის არის საცდური და ძმების არჩევანი. გზაჯვარედინზე ვერ იქცევა, ვერ აზროვნებს. ვერ აზროვნებს. და სემი და იაფეთი ირჩევენ სხვა ქმედებას, სხვანაირად იქცევიან. უკუსლით დაფარეს მამის შეიძლება ამისი ალეგორიული ახსნა რა არის ეს უკუსლით სიშიშვლის დაფარვა. ინფორმაცია რაც მე მაქვს წაკითხული მამა ანდრია ერთადერთი აზრი ტრიალებს საეკლესიო ლიტერატურაში ეს არის მამის უძლურების ტვირთვა, ანუ გაგება, გააზრება იმისა, რა მდგომარეობაშია ნოე. და არავითარ შემთხვევაში, ანუ ყველგან ეს 8 წლია წარმოდგენილი. ტვირთვა, მამის ტვირთვა. აი ეს ტვირთვა, მოდი ერთი ასეთი რაღაცა ვთქვათ. ძალიან საინტერესო ტერმინია. წმინდა წერილში გვაქვს ჩვენ ერთი ასეთი მცნება, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. ეს პატივი ეცი აი გახსოვთ მაცხოვარიც იმაშვება, რა ქვია, თავის დროზე ამ ხელს, რომ ცნებაში დაწერილია პატივი ეციო, მამასა შენსა და დედასა შენსა, ხოლო თქვენ რა გეყოფიესო, ხო? რატო ეუბნება მას მაცხოვარი? იმიტომ რომ ტერმინი პატივის ცემა ორნაირად იყო გააზრებული. ადრინდელი, ანუ ტერმინოლოგიური შინაარსი, სხვა რამეს უფრო ნიშნავდა, ხოლო ბაბილონის ტყვეობის შემდგომ ის სხვანაირად დატვირთეს უფრო სწორედ, ხო ბაბილონის ტყვეობის შემდგომ მოხდა ეს თავისთავად ცხადია, მაგრამ ეს მოხდა უკვე აი ამ სექტების წამოსვლისგან და აი ამ მწიგნობრების, ასე ვთქვათ, რა ქვია, მოძრაობის გაჩენის შემდგომ. რას გულისხმობ? ტერმინოლოგიურად პატივი ეცი ნიშნავს იტვირთე. იმ დროს, როდესაც მოგვიანებით ტერმინი პატივი ეცი გააზრებული იქნა როგორც რაღაცა გადასახადის გადახდა მსხვერპლის შეწივა მშობლისათვის და მოვალეობის შესრულება. არა, ცნება იმათ ცნებაში პატივი ეს მამასა შენ დედასა შენსა. შეგვიძლია ასე წავიკითხოთ, იტვირთე მამას შენი და დედას შენი. პატივისცემა ამას გულისხმობს, იმას კი არ გულისხმობს სიტყვაზე ვთქვათ ფეხზე წამოუდგე და მასაკ რა ქვია რაღაცა სიტყვა დაასრულებინო, არა, უნდა იტვირთო. იტვირთო მთელი თავისი უძლურებით. ხანგრძლივად შენი მშობელი ხო, ხანგრძლივად იტვირთო, არა ერთი დღით, არა რაღაცა. არა, შენი მსახურება. არამედ გადაწყვიტო, რომ ეს არის შენი ტვირთი და მორჩა და გათავ და ამასთან ერთად ცხოვრობ. კი, იმიტომ რომ ეს ტვირთი არის ის ტვირთი, რომელიც მსუბუქია და ტკბილი. ხო და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სემზე და იაფეთზე, სემისათვის და იაფეთისათვის შიშველი ნოე ისევ კიდობრის მაშენებელი ნოეა. აი ქამისათვის აღარ არის. ქამისათვის შიშველი ნოე, ეს არის ნოე, რომელმაც ოდესღაც გააკეთა, კი, ის კიდობანი ააშენა, კი ბატონო. მაგრამ დღეს ნახე რა დღეში.
ამიტომაც ჩვენ უნდა წმინდა წერილის ამ ადგილიდან კიდევ ერთ საინტერესო რამეს მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება სიმართლეს ამბობდე, მაგრამ მართალი არ იყო. აი ეს უნდა მეთქვა. ქამი სიმართლის მთქმელი, გაიწყევლა. ხო არა, ქამა მართალი თქვა, ნოე მართლა შეშველი. ნოე შეშველი. და რატო იწყევლება? სიმართლის გამო? არა, მას ეს სიმართლე ჭირდება სხვა რამისათვის. ანუ ფაქტის კონსტატირებას აკეთებს, მაგრამ მიზნად სხვა რამე აქვს. მართალი მაშინ ახლა როდესაც სიმართლეს ემსახურები. და არა მაშინ როდესაც რაღაცა ფაქტის კონსტატირებას ახდენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, იმიტომ რომ როდესაც შენ სიმართლეს ემსახურები, შენ ეს ფაქტი კი არ გჭირდება, არა, ამ ფაქტის გაშინა არსებას იწყებ. მაგრამ როდესაც შენ სხვა მიზნები გაქვს, შენ ზედაპირულად რაღაცა გჭირდება, რაღაცა ფაქტი, რაღაცა ამოჭრილი რაღაცა დეტალი და აი ამის ფრიალს დაიწყებ და ამის აფიშირებას დაიწყებ და ამით გინდა მიზანს მიაღწიო. შედეგი არის ის, რაც არის. იმ საკურთხეველთან ვერ რჩები. იმ საკურთხეველთან თუ ვერ რჩები იმასთან, რომელიც მარადილ სიხარულს განიჭებს. ეს საკმაოდ ძნელი გასაგები არის, ეხლა რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამიტომ რაღაც არ შევცვლიდი თემას და ისევ ამაზე ვისაუბროთ, რას ნიშნავს, როდესაც ვამბობთ, რომ სიმართლე ყოველთვის არ ემსახურება სიმართლეს. სიმართლე ყოველთვის სიმართლეს ემსახურება, მაგრამ სიმართლის მთქმელი რაღაცა მართალი ფაქტის, რაღაცა ფაქტის მოყოლებელი შეიძლება სულაც არ მოყავდეს ეს ფაქტი, სულაც არ აკეთებდეს, სულაც არ ახდენდესაპელირებას, მასე იმის გამო რომ რაღაცა სასარგებლო უნდა. ანუ გააჩნია რა დროს ამბობს, რის გამო ამბობს, რა მიზნით მიზანი რა. რა მოტივაცია. და განწყობა რა არის? ჩვენ ახლა როდესაც საუბრობთ იმავდროულად ღვთისმსახურებაზე, საუბრობთ ლოცვაზე და საუბრობთ აი ეს უხილავ მხარეზე, ადამიანის ცხოვრების უხილავ მხარეზე, აქ შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანის განწყობა, ადამიანის მიზანი ძალიან ხშირად ზედაპირზე არ დევს და ანუ შეიძლება ფაქტის აღწერა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში გარეგნულად სრულიად ერთნაირი იყოს, ისევე როგორც ღვთისმსახურების რიტუალის აღსრულება. მაგრამ ერთ შემთხვევაში ეს იყოს იმიტაცია რაღაცის და სინამდვილეში ემსახურებოდეს სხვა მიზანს და მეორე შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ზუსტად იმის გამოხატვა, რაც რეალობა არის. აი, აქაც ჩვენ იგივე განსხვავებაზე ვლაპარაკობთ, რაც კაენის და აბელის ღვთისმსახურების შესახებ საუბრობთ, რომ ერთი აკეთებს იმიტაციას და მიზანი სინამდვილეში სათხოვარი აი ამ მსხვერპლშეწირვის დროს სხვა რამ აქვს და მეორე კი ეძებს ზუსტად იმას, რაც ღვთისგან იყო და რაც დაიკარგა. საქმეც ეს არის, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ ეკლესიურ აზროვნებაზე, აქ იკრიბება ეს ყველაფერი. ღმერთის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება არის გულთამხილველი. ის ხედავს, გულს ხედავს, მოტივაციას ხედავს, შინაარსს ხედავს, მიზანს ხედავს. რატო ისთვის ამოძრავებს? აი მაგალითად, როდესაც საულე დევნის ქრისტიანებს, ეს ის საულია, რომელიც პავლე უნდა გახდეს. ღმერთი ხედავს, როგორი რჩეული ჭურჭელია ის. ის დევნა რას ეფუძნება, ამას ხედავს, ამ საულესგან პავლე იქცევა. თორე საულე ამას აკეთებს არა ფარისევლების და სადუკევლებისათვის, არამედ საული ამას აკეთებს აბსოლუტურად იმ განწყობით, რა განწყობასაც ღმერთი ხედავს, რა გულისას ღმერთი ხედავს და ის შემდეგაც ჩვენ საოცრებას ვხედავთ, რომელსაც წმინდა პავლე მოციქული ქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ნოეს გზაჯვარედინთან დაკავშირებით და ამით ვასრულებთ ჩვენ ნოეს გზაჯვარედინის საუბარს და იმავდროულად სემის ქამის და იაფეთის გზაჯვარედინის განვიხილეთ. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს გზაჯვარედინი არაფრით არ სხვაობს იმ გზაჯვარედინისაგან, რომელიც იდგა აბელის წინაშე, იდგა სეითის წინაშე, იდგა ენოქის წინაშე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის გზაჯვარედინი ღვთისმსახურებისა და კერძმსახურებას შორის. ნოეს გზაჯვარედინი ღვთისმსახურებას ერჩევს. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ჩვენ შემდეგ გადაცემაში ალბათ უკვე ბაბილონის გოდოლზე ვისაუბრებთ. იქაც გვაქვს ჩვენ ერთი საინტერესო გზაჯვარედინი, რომლის წინაშეც კიდევ ერთხელ დადგება კაცობრიობა და ისევ და ისევ იმ არჩევანს გააკეთებს, რაც მოსალოდნელიც იყო. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა
კიდევ ერთხელ აი ამ საუბრისთვის მე დავემშვიდობები ჩვენს ძვირფას მაყურებელს. შეგახსენებთ, რომ ჩვენ წერთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. დღეს ვისაუბრეთ ნოეს შესახებ, ნოეს არჩევანი, ნოე გზაჯვარედინზე და სემი, ქამი და იაფეთის არჩევანი, რომელიც კიდევ ერთხელ ჩვენ გვაფიქრებს იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი მსახურება, ჭეშმარიტი სიყვარული და სათნო რა არის ღვთის წინაშე, როგორ გვასწავლის ამას ბიბლია და რომ შეიძლება ორი სხვადასხვა გარეგნული ქცევა, საქციელი ესე ფიზიკური თვალით შეუმჩნეველი იყოს მათ შორის განსხვავება, მაშინ როდესაც შინაგანი мотиваცია უხილავი მხარე ამ ყველაფრისა სრულიად განსხვავებული იყოს ერთმანეთისაგან. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.